გორის მუნიციპალიტეტის მერია სააღდგომოდ სოციალურად დაუცველ 400-მდე ოჯახს სურსათს გადასცემს. მუნიციპალიტეტიდან შეირჩა გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარები. უსინათლოები, ვეტერანები, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები პირები. მერიაში აცხადებენ, რომ სასურსათო პაკეტში პირველადი მოხმარების პროდუქტებით შედის და ამისთვის ბიუჯეტიდან 30,000 ლარია გამოყოფილი. შეირჩა აქედან მუნიციპალიტეტიდან შეირჩა გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარები, ესენი იყვნენ ვეტერანები, უსინათლო ბენეფიციარები, იყვნენ სოციალურ საცხოვრისში მაცხოვრებელი ბენეფიციარები და უკიდურესად შეჭირვებული ბენეფიციარები გორისა და გორის რაიონში და მერიამ უზრუნველყო ეს ადამიანები სასურსათო პაკეტით და სააღდგომოდ გადასცა უკვე დაწყებულია ეს პროცესი უკვე და გადასცა უკვე უმრავლესობას ეს ნობათი შედის შიგ რა თქმა უნდა თემატურად პასკა და კვერცხი გარდა ამისა არის სხვა სასურსათო სურსათი ასე ვთქვათ იქ ზეთი, ფქვილი, მაკარონი და ასე შემდეგ რომელსაც გამოიყენებს ოჯახი. დაახლოებით ეს გათვლილია 400 ოჯახამდე, გორის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ 400 ოჯახამდე და ყველა ეს ოჯახი მიიღებს სააღდგომოდ ამ დახმარებას. რამდენი ლარი არის გამოყოფილი ამისთვის? ამ სურსათისთვის გამოყოფილი არის 30,000 ლარი და მოხდა ამ შესყიდვა ამ თანხით სურსათის.